პირველი ქადაგებელი საქართველოში ეს იყო როდესაც მან რამდენიმეჯერ იმოგზაურა საბერძნეთში და ერთხელ ჩამოიარა საქართველოსთან მერე შემოვიდა აჭარაში სადაც ხალხი მოინათლა შემდეგ ჯავახეთში შევიდა სადაც ეხლა აწმულის ტაძარია იქ და აღარ არის ტაძარი მამა აწმულის ტაძარი აღარ და რალოცოს ესე იგი ჩვენი ქვეყანა წილკრომელი ღვთისმშობლისა ჩვენი როცა მოციქულებმა იყავეს წილი ღვთისმშობელმაც მიიღო ამ წილისგანში მონაწილეობა თუ ის რომელი ქვეყანა შეხვდებოდა საქადაგებლად და ივერია შეხვდა ღვთისმშობელ მარიამს და მაგრამ რამდენიმე ხანში მას ჰქონდა უდრისაგან გამოცხადება, რადგან იგი მალე უნდა გარდაცვლილიყო და ეს პატივი საქართველოში ქადაგებისა ერგო შემდგომ ანგრია პირველწოდებას. ამიტომ ღვთისმშობელმა მიიღო ნაჭერი პირდაპირ და მიიღო ნაჭერი სახეზე და გარდავიდა მასზე ეს ხატი და მისცა ეს ხატი ანგრია პირველწოდებულს და შემოვიდა იგი საქართველოში. ჯერ ტრაპიზონში შემოვიდა, როგორც წერია მეგრელთა ქვეყანაშიო, ტრაპიზონში და ძალიან ისეთი ხალხი იყო, ესე ვთქვათ, ხელიც კი მოჭამეს, ესე იგი, თითი მოაჭამეს, ესეთი ველოვი ხალხი იყო იმ ადგილებში და აი ესე გაანათლა ეს ხალხი შემდგომ მან. როცა ჯავახეთში შევიდა, იქ იყო ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ერთადერთი შვილი ჰყავდა და გარდაეცვალა ეს შვილი და ანგრია პირველწოდებულმა გაუцоცხლა შვილი და ძალიან ეს სასწაული დაინახეს იქ ახლო ცხოვრებმა ხალხამ მესხებით ჩამოვიდნენ აი ამ დიდ სასწაულს უყურებდნენ და ლოცულობდნენ ღვთისმშობლის აი ამ სასწაულს აწურის ღვთისმშობლის სასწაულს უყურებდნენ ხალხთან და იქვე იყვნენ კერპთამყვანისმცემლები ქართველები, რომლებსაც შეშურდათ ეს ყოველივე და ისინი ამბობდნენ, რომ აი ამ კერპების უფრო დიდი ძალა და